ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით, დღესდღეობით სამ მნიშვნელოვან მომენტს ვერ ანაცვლებს და ალბათ დიდი ხანი ვერც მოახერხებს ამის გაკეთებას. შეიძლება ეს სია გაფართოვდეს სამომავლოდ, გაიზარდოს, მაგრამ დღესდღეობით ჩემი ანალიზით ხელოვნური ინტელექტი ვერ ანაცვლებს სამ ძირითად ასპექტს. პირველი, ეს არის ადამიანის ინდივიდუალიზმი, ანუ ადამიანის უნიკალური თვისებები, რომელიც მხოლოდ ბიოლოგიური გამრავლების წყალობით და ადამიანის სულის უნიკალურობისთვის არის დამახასიათებელი და ამიტომ ალბათ ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, ამას ვეც ვერასდროს შეცვლის. ანუ ის ვიდეოები, რომლებსაც აგენერირებს ხელოვნური ინტელექტი, ყველა ხასიათდება იმით, რომ ამ ვიდეოებში წარმოდგენილები არიან არა ინდივიდები, არამედ გამოგონილი პერსონები, ასე ვთქვათ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი პერსონალიები, ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ. უყურებ, თითქოს გონია, რომ ვიღაც კონკრეტული პიროვნება, მაგრამ ამ დროს ის არარსებული ადამიანია, მას არ გააჩნია სახელი, გვარი და ასე შემდეგ. წარმომავლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ იფიქროთ თქვენს ინდივიდუალიზმზე, თქვენს პერსონალურ ბრენდზე, გნებავთ ასე დაარქვით, ანუ იმ თვისებებზე, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ ინდივიდუალურად და რითიც თქვენ უნიკალური ბრძანდებით. ეს თვისებები მხოლოდ ადამიანისთვის და ადამიანური ბუნებისთვის არის დამახასიათებელი და როგორც უკვე აღნიშნე, ხელოვნური ინტელექტი ამას ვერასდროს ჩაანაცვლებს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი სწორედ პიროვნულ ბრენდზე, თუ რასაც ეძახიან პერსონალურ ბრენდს, იმაზე ფიქრი, რომ ადამიანებმა ამაზე იფიქრონ. სამომავლო, როგორც სამომავლო პროფესია, გნებავთ როგორც სამომავლო ის უნიკალური თვისება, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. დააკომენტარეთ კიდევ რომელ ორ მნიშვნელოვან მომენტს ვერ ანაცვლებს და სავარაუდოდ ვერც ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი.